საღამოში და მისა დღეს არის 4 შაბათის საღამოს 10 საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უყვართ ნანუკა ჯორჯოლიანი შოუს, მე შემოვედი და წავედი ლუტაციისკენ. რა თქმა უნდა, სადაც დღეს კლინიკის კუთხე გაუკეთებიათ, მე შევეცდები ახლა თქვენ რაღაცებში გაგარკვიოთ. აი ეს ყველაზე მეტად რაც მომწონს, ყველაზე ლამაზი რაც არის, თქვენ წარმოვიდგინეთ მამაკაცებისა. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო დროს დაიწყო ტენდენცია, რომ კაცებმა სახისმოვლა დაიწყეს და არის ძალიან კარგი და ძალიან მისასალმებელი. ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ვიტამინიზირებულია ეს სახისმოვლის საშუალებები, დასაბანი საშუალებები და ამიტომ არის ამ მხრივ ძალიან საინტერესო. ნუ ტუჩსაცხები თავისთავად და ეს არის ბესტსელერი, უნიკალური თავის მხრივ არის სამი მე როგორც მოვხდი სამი ეტაპია კი და შეიძლება ითქვას რომ ყველა რეკორდი საპონია? ჰა? ხო. და ამან ამ ხაზმა მოხსნა ყველა რეკორდი კლინიკის გაყიდვებში. ნუ ხა ძალიან მარტივი მისახვედრია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ გსურთ კლინიკის შეძენა. დღევანდელი ჩემი გადაცემა ძალიან საინტერესოა და ძალიან ისეთია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გადაცემა, რომელსაც ძალიან ბევრ დროს უთმობდა, ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ქალებს, დედებს იმდენი დრო ეთმობათ ყველგან, ყველა ეთერში, ყველა გადაცემაში, ყველგან გადავწყვიტე, რომ მეტი დრო დაუთმო მამებს და ალბათ ეს თქვენ შეამჩნიეთ. ამ ეთერში ბევრი მარტოხელა მამა გინახავთ და რადგან ეს ადამიანები ქმნიან გმირულ მაგალითებს თქვენთვის და არა მხოლოდ თქვენთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, მე გადავწყვიტე, რომ დღესაც ისინი გაგაცნოთ. მე ახლა გიჩვენებთ კადრებს, როგორ აღნიშნავენ მამის დღეს შეერთებულ შტატებში. ეს თარიღი ამერიკაში არის ყველა მამისთვის განსაკუთრებული, არა მხოლოდ მამისთვის, შვილებისთვისაც და სასიხარულო თუნდაც იმიტომ, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სპეციალურ შოუებს დგამენ. ჩვენთანაც დაწესდა ეს დღე, მამის დღე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ძალიან ფორმალურია. იშვიათი გამონაკლისები არსებობენ, ალბათ ვისაც ახსოვს ეს თარიღი, თუმცა მე მგონია, რომ უიშვიათესია ესეთი გამონაკლისი, მაგრამ ყველას გვახსოვს დედის დღე. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მამის მიზეზია შვილი ბიჭებიო, ისინი სითბოს დედის მიმართ ბევრად უფრო გამოხატავენო, ვიდრე გოგოები მამების მიმართო, მაგრამ არ ვეთანხმები ამ ყველაფერს და მე საერთოდ მგონია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, ისევე როგორც ყველა ის ისტორია, რომელზეც ახლა მოგიყვებით. 52 წლის კობა ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებიდანაა, მეუღლე შარშან მოულოდნელად გარდაეცვალა, თუმცა დიაგნოზი დღემდე არავინ იცის. 24 წელი იცხოვრეს ერთად. წყვილის ბედნიერებას ხელს ისუშლიდა, რომ შვილები არ ყავდათ, მაგრამ ამან მათ სიყვარულს ვერაფერი დააკლო 15 წლიანი თანაცხოვრების და კურნალობის შემდეგ კობასთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როდესაც მას უთხრეს, რომ მისი მეუღლე ორსულად იყო. მალე მეორე შვილი შეეძინათ, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. ახლა კობა 7 წლის მარიამს და 10 წლის ამიკოს მარტო ზრდის ბავშვებს უვლის, ამეცადინებს, საჭმელს უმზადებს, მაგრამ აღარ ყავს ქალი, რომელთანაც 24 წელი იცხოვრა კობა სტუდიაში. აბა, უღმესი მადლობა რომ მოხვედით. ძალიან დიდი მადლობა. გაბრძანდით, ზოგადად მე სულ ამბობ, რომ მე ვფიქრობ, რომ კაცებს ძალიან უჭირთ ამ თემებზე საუბარი და ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან ფაქის, ძალიან მტკივნეულ თემაზე უნდა გესაუბროთ. მომიყევით ყოფა თქვენს ოჯახში როგორია? 2017 წლის 5 მარტს რომ დაიწყო საავადმყოფობა. დიახ. 7 მარტს არის დაბადებული ამიკო. და მე მზადებოდით, რომ დაბადების დღე გადაგვეხადა მისთვის, მაგრამ არ დაცალდა. თვითონ იყო ძალიან ჯანმრთელი ადამიანი. მესმის. ძალიან ჯანმრთელი, რომ ყველაფერნაირად, როგორც მამაკაცი ისე მიდგა გვერდში. არ მოველოდი არანაირად აბსოლუტურად, მაგრამ მოხდა. და რომ მოხდა და დილით რომ გაიყვეცეთ და გააცნობიერეთ, რომ დედას თქვენ ხართ და მამას თქვენ ხართ, პირველი რა გააკეთეთ? პირველი ის რომ ჯერჯერობით თავიდანვე ძალიან ძნელი იყო ამ მდგომარეობიდან, ამ შოკიდან გამოსვლა და
თუ გინ თბილისშიდაც, თუ გინ სოფელშიდაც, ჩემი და ყოველთვის ჩემ გვერდშია, ჩემი სიძე, დიშვილები და რა ვიცი, სანათესაო აბა მიხედე თავს, არ დაეცეს სულით. ეს სიტყვერი გამხრება მესმის, მაგრამ სახში ხომ შვილებთან ერთად ცხოვრობთ მარტო? კი, ჩემი და მოდის ხოლმე და გეხმარებათ. მაგრამ ძირითადად დიასახლის თქვენ ხართ ოჯახში. აი რისი გაკეთება გიწევთ როგორც დიასახლის? ვისი გაკეთება ხა სარეცხე თავისთავად. იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით ბავშვებს რამდენი ხელი სჭირდება. სისუფთავე. სახს ალაგებთ. სახსაც ალაგება უნდა თავისთავად. საჭმელს აკეთებთ. საჭმელს ვაკეთებ. ბავშვებს ამეცადინებთ. კი. რას ნიშნავს იყო მარტოხელა მამა და ძალიან ძნელია. იმიტომ რომ იმხელა დატვირთვა გაქვს. იმხელა პასუხისმგებლობა, ორმაგი პასუხისმგებლობა გაქვს აბსოლუტურად. ბავშვებს მოვლა უნდა, დასუფთავება უნდა, სკოლაში გაშვება უნდა, სახში რომ მოვა პატარა რაღაც უნდა წაეხმარო, საჭმელი უნდა გაუმზადო. ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი თუ იმას ამ დაემართებოდი. იმაზე ვეუბნებოდი ყველაფერს რომ გამოკეთები და კარგად იქნები და ნუ გეშინია და მე შენ გვერდში ვარ და მე არ ვცილდებოდი და ბოლოს უკვე ეტყობოდა რომ უკან და უკან იწევდა აბსოლუტურად. თვითონ უწერია ფურცეზე ის არც გადამიგდეს შინახული მაქვს ახლაც. არც სადო წასვლას. თუ არა გამოვიქცევი აქედან. და ბოლოს ცოტა გაურკვევლა წერია. გასვენების წინა დღეს უნდა გამოგვეყვანა. უშუალოდ უნდა გაეგო და მარიამსაც, მარიამ ორივე ერთად იყვნენ და უთხრა რომ დედიკო აღარ ახავს მეთქი და ედა უნდა მეთქვა. ცხოვრების გაგრძელების არც შემშინებია. მაგრამ ერთი ლოდის დამაწვა გულზე რომ მეუღლე აღარ მყავდა. ყველაზე დიდი სირთულე არის ის რომ ბავშვებს აკლია დედის ხელი, დედის სიტყვა. მე ერთი მაქვს ნაფიქრი რომ იქნებ ძიძავინმე ავიყვანო პირველ რიგში. იქნებ რაღაცნაირად თავით მუშაობა. უფრო რომ გულსაც გადავაყოლებ, ოჯახსაც მივხედავ. ჩემი დედიკო იყო შავთმიანი. ჩემი დედიკო იყო ლამაზი. მეუბნებოდა ძალიან მეყვარხარო. მე წყვიტავ ყვავილებს და დედიკოსთან მე მაგ სურასთან. დედიკოს ვერ დამრევ, მაგრამ მემარება გვჭირდება. მინდა რომ დედიკო აქ იყოს. მინდა რომ მამიკომ მუშაობა შეძლოს და აღარ გვჭირდეს. მიჭირს რა, მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს იმისანა კარგი მოულოდნელობა რომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში რომ ნანა შველიძემ ჩემმა მირონმა ელისომ ფეისბუქში გაუშვა ესეთი ინფორმაცია რომ ასე ამ ოჯახს უჭირს ასე და ასე. ნანა შველიძე გამოეხმარა ამას ყველაფერს დაგვირეკა, მოვიდა ჩვენთან, გადაიღო ყველაფერი. და ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა რომ გვერდში დაგვიდგა. რა მაგარია. აქტიურად. ზოგადად სოციალური ქსელი ნეგატივის გარდა პოზიტივსაც აკეთებს აღმოჩნდა. ფაქტიურად რო თითქმის იმედიც არ მქონდა და იგი ამ ადამიანმა და ამ ხალხმა სრულიად შემომაფრინეს უკან და დამანახეს ცხოვრება. გვერდში დგომა აღმოჩნდა თქვენთვის უფრო ძალიან დიდი. და მივესალმები ამ ქალბატონს, მე მაგას ვუთხარი რომ
კალმენონა უთხარი ერთი დედმამიშვილი ყავს და მეორე შენ ხარ მეთქი. ქაუტონანა მოგიკითხავთ, დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ და საჯარო მადლობას გიხდით თქვენი სიკეთისთვის. რა არის ის რაც ყველაზე მეტად გიჭირთ, რისი გაკეთება გიჭირთ ყველაზე მეტად თქვენ შვილებთან? ნუ ახლა რა დასამალია, მაგრამ საჭმელების კეთება არ ვიცი. როგორც საჭიროა და ეს მიჭირს, მაგრამ არა უშავს, თანდათან ნენელა ვისწავლი და დედის გარეშე რაც შეიძლება ვცდილობ რომ მაქსიმალურად გვეჭი დავუდგე ბავშვებს და ყველაფერი გავუკეთო. ყველაზე მეტად მიხედვა ჭირდება მარიამს. მარიამზე გადატყდა ყველაფერი. რას გულისხმობთ რომ სამთრომანებს ნუ ახლა Facebook-იდან გამომდინარე ყველაფერში მარიამი ფიგურირებდა და აი თქვენმა ასისტენტმა რომ ამერიკაში ასე ვთქვი რომ მარიამზე ვეღარა ვიგებ ამ დატვირთვას მეთქი. აღარ ჩავთვალ ამ საქმეში თქვა და არა ვიყოს თუ შენ თვითონ მოდიო. ბევრი ვიფიქრებ, მაგრამ აი თქვენ ძალიან უყვარხართ ჩვენ სოფელსა საერთოდ ყველა თქვენ გადაცემას. მადლობა. და ის ერთი ვიფიქრე რომ მეთქვი არგეს ამ ადამიანს რომ გაუწბილო მადლობა დიდი. მეთქი და ავდექი და დამავედი. ძალიან დიდი მადლობა და თქვენ მე ვფიქრობ რომ საუკეთესო მაგალითსაც გქონთ სხვა მამებისთვის, იმიტომ რომ ამხნევებთ, აძლიერებთ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც თქვენ ახლა მარტო ხელმამები გიყურებენ, მართლა ვერ წარმოგიდგენიათ, მე ძალიან ხშირად, როდესაც იგივე ისტორიის მქონე, აი პრობლემის მქონე ადამიანის შემიხედავს, ეს იმხელა ძალას აძლევს სხვას, იმხელა სტიმულს აძლევს, რომ ისინი ჩათვლიან რომ არ არიან მარტო და როცა მარტო არ ხარ ამისი განცდა მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. იცით რა მითხარით? საუბრები შეწყდა დედაზე ოჯახში? არა. კიდევ აი რაზე საუბრობთ? ისე გამოდის რომ მე და ამიკო ყველაფერნაირად ვცდილობთ რომ მარიამს შევამსუბუქებინოთ ეგი და რას გეკითხავთ ყველაზე მეტად? აუ ნუ რა ინტერესებს? ნადრება, მაგრამ რა ქნას ახლა რაც არ არის და იცის რომ გარდაცვლილია. ნუ ეთმოურმა შეეკითხა. იყო ამასთან შემთხვევა ქუთაისში. დედიკო სადაავდა ცეცაში. ძალიან ძნელი. მithumetes 24 წელიწადი ერთად ვიყავით. 15 წელიწადი შვილი არ ყავდა. ის მარ რა ვქნა. რეალობას ვერ გავუჯვარ. აი რა ყველაზე მთავარი კრიზისული ეტაპი მაინც როდის გქონდათ? თავში თუ ეხა რაც დრო გადის უფრო და უფრო გიმჭირთ? ნუ ადამიანი როცა ცოცხალია ეს ყველაფერს გამოძევნის და გააკეთებს რომ ოჯახი გააძლიეროს, მაგრამ მოსავალი არსებობს ყველაფერი. ის ორი თვე იყო ძალიან დიდი ტრაუმა ჩემთვის. როდესაც ებრძოდით სიკვდილს? 24 საათი კლინიკაში ვიყავ. თვითონ ექიმებიც, ექთნებიც ყველა გვერდში მიდგა. ყველას ვეკვირდებოდა თუ კი რამე შეიძლება რომ მოგეხმაროთ და გვერდში დაგიდგეთ. და მეუნებოდი თვითონ ან ძილი არ გინდა, ან საჭმელი არ გინდა. მაგრამ რამე ჭმებოდა და რამე ძინებოდა, როცა უსაყვარლესი მეუღლე საავადმყოფოში მეწვინა. ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ იმ დაავადებას ვერაფერი ვერ გავხერხეთ. ოღონდ აი ტვინზე არ ყოფილიყო დაავადება და თუ გული ყოფილიყო გამოსაცვლელი, ყველაფერნაირად მზად ვიყავით აბსოლუტურად. თქვენსაც ლუბოი ოპერაციისთვის. არის რამე რასაც ნანობთ, რაც ვერ მოასწარით, რომ გაგეკეთებინათ? ნანობით რა უნდა? აი მოასწარით იმის თქმა, რომ გიყვართ. აი ჩვენ ისე გვიყვარდა ერთმანეთი, რომ მე თავისუფლად შემეძლო გავსულიყავი, მე მუშაობდა სახში რომ მოვიდოდი, ვიცოდი რომ თბილი ოჯახი, თბილი კერა, თბილი საჭმელი და კეთილი ცოლ-შვილი მხვდებოდა სახში. და იმის დავიწყება ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. ახერხებთ დღეს მუშაობას, დროს პოულობთ თუ შვილებისგან? მარიამიდან ვერა. ნუ ამიკო დიდი ბიჭი არის 10 წლისაა და ნუ რა დიდი. ისე შეიცვალა, რომ ძალიან მიყვეს. გაიზარდა უცებ. მამაკაცი ისე მიდგას გვერდში. ნუ ახლა მაინც ბავშვია, მაგრამ უმეტეს წილად, როგორც მამაკაცი ისე მიდგას გვერდში და მარიამი მაინც გოგოა და იმას უფრო დიდი ყურადღება სჭირდება და მოულა და პატრონობა და
ამით ორივე სჭირდება მოვლა. ორივე სჭირდება თანაბარი. მაგრამ ამ მარიამს უფრო ხო, მაგრამ არა, ნუ აკიდებთ ბიჭამ ხალა პასუხისგებლობას. ბიჭები ძალიან ხშირად უფრო მეტად სუსტები არიან, ვიდრე გოგოები. მე ესე მგონია, რომ ქალებს გაცილებით უფრო ძლიერად გადააქვთ მთელი რიგი პრობლემები, ვიდრე მამაკაცებს. კი. ასეა თუ შენ მარიამს მაინც ჭირდება და ყველაფერნაირად ვართ მობილიზებული ორივე, რომ მარიამს მივხედოთ და ყველაფერი ყურადღება მარიამისკენაა. მე მინდა რომ ეს ძალა გქონდეთ დიდხანს, ძალიან დიდხანს გქონდეთ ეს ძალა, რომ შემოახერხოთ თქვენი ოჯახის დიასახლისობას და მამასახლისობას. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. უღრმესი მადლობა, მომიკითხეთ თქვენი შვილები, მიხარია რომ გიცნობთ. კარგად. ხომ არ გინდათ რამის თქვა? თქვა იმის მინდა რომ აი ელემენტარული საზღვარგარეთიდანაც არის ხალხი, რომლებიც მეხმარებიან და გუშინ წუხელი მესაუბრა ერთი მანდილოსანი ქეთევან სახელი არ მყარი არ მახსოვს ზუსტად, რომელიც ეს ქალი თვითონ არის დაავადებული ქეთევან ტაბლაძე. ათენში არის. დიალიზი აწუხებს და პლუს ამას კერდის კიბო. და ეს ადამიანი მეხმარება. არა მაქვს უფლება იმისა, რომ ამ ადამიანებს არ დაუფასო ეს დახმარება. და პირიქით, აი მე როგორც აღნიშნე, უბსკურულისკენ მიმავალი ადამიანი მოგაბრუნეს და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე გრძელდება. ძალიან მაგარია რომ ამ სიკეთეს ხედავთ. საერთოდ ძალიან მაგარია, როდესაც ადამიანს უნარი აქვს რომ სიკეთე დაინახოს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ეხმარებით ამ ოჯახს. ძალიან დიდი მადლობა. მე მართლა მგონია რომ ყველაზე დიდი უნარია თუ ადამიანს შეუძლია რომ დაინახოს სხვა ადამიანს ნის უნარი სიკეთის კეთებასთან დაკავშირებით. ის ვინც სიკეთეს ვერ ხედავს, ჩემის აზრით, ძალიან ცუდი ადამიანია. ნინდია ბოკუჩავას მეუღლემ შვილები დატოვა და სახლიდან წავიდა. 5 წელია დედას შვილები არ მოუკითხავს, უფრო მეტიც, მის შესახებ არაფერი იცის. სამაგიეროდ დედას შვილებს ჩაუნაცვლა მამამ, რომელიც სოციალურად დაუცველია და ამის ფონზე ყველაფერს აკეთებს, რომ შვილებს არაფერი მოაკლოს. ნინდია სტუდიაში. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედით. დაბრძანდით. ნინდია, თქვენ ერთ დღესა გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მეუღლე სახლიდან წავიდა ბავშვები დატოვა. თუ იცოდით წინასწარ, თუ გქონდათ ამაზე ლაპარაკი? არა. როგორ არაფერი კონფლიქტიც არ გქონდათ ოჯახში? კონფლიქტი ახლა უსიამოვნება კი იყო ახლა რაღაც. აი იყო ისეთი უსიამოვნება, რომ თქვენ აი ფიქრობდით, რომ შეიძლებოდა თქვენი ოჯახი, თქვენი მეუღლე წასულიყო ოჯახიდან? კი, რა თქმა უნდა. ქონიათ ეს მოლოდინი გქონდათ ან? კი, ძალიან შეიძლება ეს როგორც. აი გეუბნებოდათ რომ მეავდგები და წავალ. ნუ კი, ბევრჯერ უთქვი. და რა ტიპის პრობლემა იყო ესეთი ოჯახში, რომ შეიძლება ქალი მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ წავიდეს და შვილების დატოვეს? ნუ ახლა თავისუფლება უნდა და ალბათ და იმიტომ ქმნიდა იმნაირ სიტუაციას. რას გულისხმობთ თავისუფლება? უნდა თქვენ ბოჭავდით ამით? არა, მე არავით არის არ მქონდა ახლა რა ქვია პრობლემა რომ რაღაც გასული იყო და ქალებთან, მეზობლებთან, ათესებთან საერთოდ არ მქონდა ახლა ის არა ვარ რომ რაღაც თავისებურად ხას უნდა გავვლე ახლა მეზობლებთან თუ ათესებთან თუ რაღაცა და ამის ის პრობლემა არ მქონდა მაგრამ ფაქტიურად აი რომ ვეუბნებოდი აი ბავშვებს ასე მეხედე ისე მეხედე და აი სულ ამაზე მქონდა უბიდა აი ამნაირ სიტუაციაში მოხდით და ოჯახი. ფრუსტრა შვილები რა. რამდენი შვილი გყავთ? 4. რამდენი წლის არიან? 200 უფროსი 26, ზავაზე უფროსი 7-ის. 26 წლის შვილისთვის უკვე ძალიან რთულია ეს, როდესაც აი მხალ ადამიანი გააცნობიერებ რომ დედას ყველაზე მეტად რომელ შვილს გაუჭირდა ამ პრობლემას? კი არა, ამ რეალს. მარის. რომელია ეს, რამდენი წლის ამარი? 12-ის. და აი რაში გამოიხატებოდა, რითი განსხვავდებოდა? მე ხალხს იხსენებს, ხანდახან წამოიძახებ დედაო და თავისებურად ახლა რომელ შვილს არ უყვარს თავის დედას არის შვილები. ყველას, როგორც არ უნდა იყოს მშობელი, შვილებს უყვართ თავის მშობელი. წერილი დაგიტოვათ? არა. როგორ აბა როგორ იქნება? არა, ადგა და წავიდა და რომ მოვედი. ისე პრობლემები აქვს. მაგას? რა ვიცი. მოიკითხეთ სად არის რასაკეთებს? არა, ერთ ორჯერ დამირიგეს თავის დებმა, ნათესავებმა და თვითონ კითხულობდნენ რა.
მე მეკითხებიან უბრალოდ რა. სად არისო? დიახ. და მართლა იქნება არ არის კარგად ეს ქალი და. რა ვიცი, აქ რა ვიცი, აქ რო იყოს მაგას გავიგებდი საქართველოში. თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოში არ არის? ალბათ. სხვა ქვეყანაში წავიდეთ. შეიძლება ასე ფიქრო. საერთოდ არც დაურეკიაშვილებთან ხაზი არ გამოსულა? არა, საერთოდ. და რატომ ფიქრობთ რომ პრობლემა არ აქვს? რავი, ახლა როგორ გეთრა? დარწმუნებული ხართ? ნუ ალბათ ესე ირჩია გზა და არ გადაწავიდა. ხო, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით, ქალი რომელიც წავიდა არსად არ გამოჩენილა, არავისთან ხაზზე არ გადის კონტაქტზე, იქნება რაღაცა პრობლემა აქვს. რა ვიცი, ახლა ფინანსურად არ გვიჭირდა, ახლა ცოტა მცირე ბიზნესი კი ვქონდა ზესტაფონში და რაღაცა. ერთად მუშაობდით, აქ იყო რაღაცა ჯიხური, რაღაცა ხიბოსტანი იყო თუ რაღაცა. დიახ. რა ვიცი, ნახევარი იმერეთი გვისნოდა ზესტაფონი, როგორც ასე. მე მიყვარს ზესტაფონი, ხარაკაული, საქარიქაედი, კიცხი. გიждები, მგონია რომ მარგალიტია ამ ქვეყნის თქვენი კუთხე. აი, რასაკეთებ ჩვილების თუ შეგეძლოთ მამაკაცს? ჩვილებისთვის? რა ვიცი, ღმერთი წყალები ყველაფერს. აი რას, აი რა არის ყველა? საჭმის გეთება მე ხერხება როგორც ასე გულინარია. მართლა? მე მეგონა მარტო რაჭულ კაცებს ეხება. არა, სხვათაშორისო ნაკლიდან ვარ, რაჭული კი არა. გავი. სამები ხო ვიცით. ხო, ვიცი, რაჭული რო ხართ, იცი, უბრალოდ მე ვიცი რომ რაჭულ კაცებს გამოსდით კარგი საჭმელების კეთება. კიდევ აი რეცხავთ ალაგებს. კი, ყველაფერს. 2013 წლიდან დაიწყო რაღაცა გაუგებრობა, ნუ კონფლიქტი რა, ოჯახში რაღაცა თავისებურად. ნუ ასე როგორც ასე გადავწყვიტე, რომ ჩვენ შორის ფაქტობრივად არ ღირდა ერთმეორეს და ნუ ყოფნა რა და ნუ ისიც ადგა და წავიდა. დავიბარე თავისი დედმამიშვილები ნათესაები და უთხარი რომ მივდივარ ანაგლიაში რა, ფაქტობრივად და წამოვიდე დღიდან ვარ აქ ანაგლიაში. Вообще უცხარი რომ всё დედა კი არის სოციალი და ნუ დატოვა რა შვილები და ასე ნერვოზი ვქონდა გაქანებული 1-2-3 თვე ყველაზე მცირე რა ვქნა ხარ მერტმა ალბათ ასე დამსაჯა თუ რა ვიცი რა ცხოვრება მოიტანა ასეა სად დედის ხელი და სად მამაკაცის რა ჩემი მოვლიობა ვიცოდი თავისთავად ეხლა როგორ და რანაირად დილით პირველ რიგში ეხლა სკოლისთვის ვამზადებ და ვაჭმევ და როგორც ასე ახლა და ჩემი ყოფილი მე რომ ვიყურებდეს ახლა იმას ვეთქოდი ნახოზე თავიშვილი როგორ გაიზარდა თავის ჩაიხედა მერტი წინაშეა ზანცოდები ამ სამ ბავშვების მიტოვება და ისა როგორც ჭამს ან როგორც ძინავს უბრალოდ ან როგორ იღვიძებს დილით დილაობით საჭმელს გვაჭმევს მე სკოლაში გვიშვებს ხოლმე როცა ჩაგვათმოსა და გვარცხნის და მე ისევ რომ მოვდივართ ისევ საჭმელს გვიმზადებს და სახსალაგებს ხოლმე მე სახლის დალაგებაში ვხმარებ ჩემ ძმა მეკოდედი კოცარი და მამივართ შემოსავალი არაფერთ სოციალური დახმარება 270 ლარი ჯერჯერობით როგორც ასე მუშევარება თავრობას მეუბნება დაგეხმარებდა ახლობლები და ემიგრანტები და ვინდა არ მიირეკავდა ნუ ბევრი დიდი მადლობელი ვარ ყველასე რა ყველა ემიგრანტის და ყველა მეგობრები და რა ვიცი გაგიჭირდათ ამასთან ნუ ახლა თავიდან კი მაგრამ როგორც ასე ეხმარებიან ეს ბავშვების ახლა უკვე არის დიდი და საბასა ახლა უკვე რამდენი წლისა საბა 11-ის დიდი არ არის მაგრამ მაინც რა ნუ როგორც ასე სტილობენ როგორ აუხსენით ბავშვებს? რა უთხარით, სად არის დედამისი? ნუ ეხლა უთხარ რაც იყო რა, რანაირად სიტუაციაში იყო. აღდგა და წავიდა უთხარი და всё. აი, კითხვა რომელსაც ვერ უპასუხეთ, იყო დასმული რომელიმე შვილის მიმართ? შვილის მიერ? აი, რაღაცა ისეთი აინტერესებდათ, რაზეც აი მოგერიდათ პასუხით კაცმა. არა. იცი ბავშვი, მაგრამ აღდგა და წავიდა. რა უცნაურია რა? რა თქმა უნდა. რაც და ქალ შეუძლია 4 შვილი დატოვოს და წავიდეს. ძალიან უცნაურია. გიფიქრიათ, აი ძალიან გინდათ რომ ნახოთ და დაელაპარაკოთ? გასბირა და არა. საერთოდ რა მაქსული. არ გაინტერესებთ რომ გითხოთ, რატომ მიიღოს გადაწყვეტა? არა. მე ძალიან მედომებოდა შეხოთ რა. მე მგონი გაბრაზებული ხართ. არა, ნუ რაღაც თავიგზაავდა მეჩი. თქვენ გზაზე როგორ არის გეგმები იმის დამეხადვით, აი, აპირებთ ოჯახი შექმნათ? ამბობთ არა, ჯერჯერობით.
არავინ არ აპირებს. არც ერთი მარტო ხელა მამა რომელიც ამ სტუდიაში მყავს, არ აპირებს ოჯახის შექმნას. რატო? არა, სამი სოციო მაგათთვის ვიქნები და რა ვიცი. როგორც ასე არ მოვაკლება რაც შემეძლება. შვილებს? რა თქმა უნდა. როგორ გაუმართლა თქვენ შვილებს თქვენ რა ყავხართ? არა, თან ყოველდღიურად ახლა სკოლაში რომ მიდიან, რეგულარულად კოსტიან და მეხვდებიან ესე. და თანაც ყოველთვის იმას უნდათ რომ ჩემ გვერდზე იყო ხო სკოლა დასწავლა ხომ უნდა განათლება. თქვენ ასწავლეთ თქვენ აძლევთ განათლებას? კი, მე მეხმარება კი დაქალები. მეზობლები. გამოხატავთ სითბოს, აი ახერხებთ შვილებს უთხრათ როგორ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან თქვენ ცხოვრებაში, როგორ გიყვართ. კი, რა თქმა უნდა. ძალიან გაუმართლა თქვენ შვილებს. ძალიან კარგია რომ თქვენ ყავხართ. ალბათ. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩემი გადაცემის თემა. მადლობა. დიდი მადლობა. ბადრი მეგრელიშვილი ჩვენი დღევანდელი გადაცემის განსაკუთრებული სტუმარია, მის უმძიმეს ისტორიას ის თავად მოგვიყვება, მაგრამ მანამდე მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ. ის ახლა 52 წლის სამაგალითო მამაა, მის შვილებს გაუმართლათ ასეთი მამა რომ ჰყავთ, ის ორჯერ დაქვრივდა და მისი ცხოვრების ტრაგიკული ისტორია აქ არ მთავრდება. სტუმარი სტუდიაში. მოდი! გაიქი. დიდი მა. მოდი! გაიქი სტუდიაში. შენ გინდა რომ იყო ნანუკა შოუში? კი, თქო. გამარჯობა. ხელი ჩავდი. გამარჯობა. აი გდაბძანდით თქვენ. ვაი, თქვენ ისტორია რომ გავიგე, მართლა მგონია რომ ფილმს გავს, ბატონო ბადრი. აი, ამ ცხოვრებამ არ გამახარა რა, არ გამახარა ამ ცხოვრებამ დავით ანჯი ამ ცხოვრებაში. 5 მკვდარი მყავ დამარხული. ახლა აი 55 5 მკვდარი დაუმარხე. აი სოფელში ვეუნები კი, აბა 5 მკვდარი ვისა ეყავ მეთქი დამარხული, მითხარით მეთქი. ის როდესაც 19 წლის მეუღლე პირველი გარდაგეცვალა და შვილი დაგჭათ, მარტომ გაზარდეთ? დედამ ყავდა ცოცხალი პერიოდში, დედა დამიხო. მე აბა ისე გავიდა წლები, ეს ბიჭიც გაიზარდა. ორიყვან ეს ისე შევქმნი რა, ოჯახი დავქორწინდი და რაღაცა ძალიან კარგი, აი ვერ აღწერ როგორი კარგი ქალი გამომადგა. ყველაფერში კარგი. რო გავიდოდა ეზოში, ბოსტანში, ბოსტნიდან არ გამოდიოდა, ქალები დარბიან, ყავა, ისა, ესა. აი ნამდვილი ოჯახის ქალი იყო. სისუფთავე გინდოდა, ყველაფერში აუღწერელი, ყველაფერში კარგი ქალი. ძალიან კარგი. მე მითხრა რომ ბადრიო ერთი ოთახი მიყიდეო, რომ ცალკე გავიდეთო და რავი რაღაც წვალებითა და იმით ვენახი მქონდა მაშინ იმ პერიოდში, მართლა ვიყიდეთ ორი ოთახი იქ ახლო ბიჭთან ახლოვე, ბიჭი დავიკულტურე უკვე დიდი ბიჭი და დავიწყეთ, კედლები შევლესეთ, პატარა რემონტები გავაკეთეთ, აბანოც გავაკეთეთ, სარეცხი მანქანაც ვიყიდეთ, ყოჩაღი ქალი მუშაობდა, ვენახებში გადიოდა, მუშაობდა. მე ეს ბავშვი შეგვეძინა თიკო და მე მოვიყვანეთ იაშვილის კლინიკაში ბავშვი და ერთი ექიმი გვეუბნება, ნუ გეშინიათო კაცო გაივლის ფეხზეო, ზოგი ადრე გაივლისო, ზოგი გვიან გაივლისო და გავიდა დრო და გაუჭირდა ბავშვი, შევატყეთ რომ ცუდად იყო ბავშვი. მე იაშვილის კლინიკაში ისევ ხელმეორედ მიველი სხვა ექიმებთან. დაუდგინეს ცერემონიული დაბა ბავშვს. მე დაყავდა ბავშვი თელავში. ხო, მაგრამ სუბუქი ფორმისა აქვს. კი, აი ბოდიში მარჯვენა ხელზე და ფეხზე აქ ტრამა მიღებული მარჯვენა ხელზე და ფეხზე ვერ ახლა. მაგრამ სამაგერთ ისეთი ლამაზია. თავი ასწიე, მაგრამ ისეთი ლამაზი გოგო, არა კარგით რა, არა უშავს. მე თელავში დაყავდა მასაჟებზე. ყვარეში ჩვენ ყვალის რაიონიდან ავართ. ყვარეში არ არის მასაჟებისა და თელავი ცოტა შორს არის. და მოდი მე ვუთხარ ჩემ მეუღლეს რომ იქ მამიდაშვილი მყავდა არჩი ოჯახში მეთქი და ოჯახიდან იარე მეთქი მასაჟებზე. არაო ჩემა ძმამ უნდა მატაროსო მანქანითო. არ უნდა ხათრიანი იყო მორიდებული და არ უნდა რომ მამიდაშვილთან დარჩენილიყო და ძმას მანქანა ყავდა მარშრუტკა და ძმა მატარებსო. კი ბატონო მეთქი დავთანხმდი და ორშაბათი დღე იყო 17 ოქტომბერი. რო წავიდნენ იქ მასაჟებზე მოდიოდნენ. ბავშვი მიყავდა მასაჟზე? კი, ბავშვი. პირველი დღე იყო, დაჟე მშობლებთან უნდა ყოფილიყო და იმ მშობლებიდან წასულიყვნენ, მოსულიყვნენ 10 დღე. პირველი დღე იყო და
წვიმდა და იქიდან რომ მოდიოდნენ უკვე ყვარლის რომ თელავიდან ყვარისში შემოვიდნენ ყველა ნახასოფელში მოდიხარ და წვიმდა და ეთყობა ცოტა რა მოხდა ვერ ვიტყვი რა ძმა იყო და მანქანა გადაუვარდა ხეზე დაეტაკნე ბავშვი კალთაში ეჯდა ბავშვი შეამაგრა მეუღლეც გვერდზე ეჯდა ბავშვი იმ დონემდე გაამაგრა რომ თავი ვერ გაამაგრა და კისერში ხაიბა დამეგრა ოჯახის ხელმეორე ეხლა მივიყვანე სკოლაში ეს ბავშვი სკოლაში მივიყვანე ბავშვი საბავშვო ბაღში ვერ გავაჩერებე მამა იმ დონემდე უყვარს აი 5 წუთი რომ გავიდე არ აჩერდება უჩვენ ტირის ღრალებს მამა მინდა ბატონი ბადრი კი თიკოსთან ერთად ყოველდღე მოდის სკოლაში ესწრება პირველი გაკვეთილიდან იშვიათად მიდის ხოლმე სპორტის გაკვეთილზე როცა ბავშვი უფრო იღლება და გარეთ არ შეუძლია სირბილი აქ არის დასვენებაზე მამა აქცევს ყურადღებას მიყავს წყალზე საჭირო ოთახში დახმარება სჭირდება დამოუკიდებლად ბავშვს არ შეუძლია წერა არა აქვს კოგნიტური უნარები განვითარებული ისე რომ წეროს დახმარების გარეშე ვერ აკეთებს ვერაფერს მეუღლე რომ გარდაიცვალა და რომ დაიღუპა ძალიან ძიმე ის იყო რავი როგორ გადავიტანე რავი რანაირად ყველაფერი ძალიან გამიჭირდა უდედობა ძალიან გაგვიჭირდა მე თიკოსაც ბავშვის გაზდაში რა ვიცი საჭმელების გაკეთება დაბანა ხანმეზობლების შემოვლენ აბანავებდნენ მერე სახლის დაალაგება და მძიმე მივეჩვიე ყველაფერს და რა ვიცი უძლებ რა რაღაცნაირად მარტო ხელა მამა იმას ნიშნავს რომ ყველაფერი ჩემზეა და არავინ არ ამყავრო დემეხმაროს ბავშვის მოვლაში გაზდაში დედა იქნება ეს დახმარება ამიღდგინონ რომ ვერა უმუშაო ჩემთვის დიდი შეღავათი იქნება ის 100 ლარი რომ თავი რაღაცნაირად ვირჩინო და გადავიტანო ზამთარი გამოიზამთროთ და რაღაცნაირად ვისურვდნოთ სოციალური რო დამინიშნოს ეს არის ჩემი სურვილი კიდე ერთი პატარა რაღაცას ვიტყვი რომ ეს მეუღლე რომ დამეღუპა ჩვენ დახმარება გქონდა დახმარებას ვიღებდით 150 ლარს და ეს მეუღლე რომ დამეღუპა ფაქტიურად გადმოვიდა ჩემზე ეს დახმარება ხო და შემეწყვეტეს დახმარება აი ბავშვს დი ვერა ვუშავ სოფელი იქ არის თელმა სოფელმა იცის საბჭომ იცის ყველამ რომ არავინ არ ამყავ აბსოლუტურად მე ვზდი რატო შეწყვეტეს რა არის არგუმენტი რა გითხრე ეხლა ვაშკაცი კაცი ვიყავ და გავდიოდი სამუშაო და კარტა მიპოვეს სამუშაო კარტა და მაგის გუნდა მე უთხარი მგავაზელი იყო ვარადაშვილი გიორგი იყო ბიჭო ეხლა ვეღარა უშაო ძმაო წამოიც შემამოწმეთ აი ბავშვს დი მეუღლე დემეუპა აბსოლუტურად არავინ აღარ ამყავდა ვერა უშაო ძმაო როგორც გინდა შემამორა ბავშვს დი და ვერა უშაო 2 წელი გავიდა დახმარება აღარ დამინიშნეს დახმარება ჩამოით სოფელში ვინც გინდა ჩამოიდეს რაიონი იქ არის სოფელი აუცილებლად ჩამოვალთ აუცილებლად მოვიკითხოთ აუცილებლად გამგეობაში და აუცილებლად დავუსვამთ შეკითხვას რატომ ხდება ასე ჩვენ ახლა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ვიმყოფებით სადაც შევეცდებით გავარკვიოთ თუ რის გამო მოიხსნა მას სოციალური დახმარება სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ არც განყოფილებისთვის არც სამხარეო ცენტრისთვის ამ ადამიანს არ მოუმართავს იანვრის შემდეგ და არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე არც წერილობით და არც სიტყვიერად. ეს იმიტომ აღვნიშნე რომ ჩვენთვის ყოველი ადამიანის გულისტკივილი და უკმაყოფილება სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე არის გასათვალისწინებელი და ვცდილობთ რომ
აუხსნათ მდგომარეობა, რომ თუ მოხდა ოჯახში რაიმე სახის ცვლილება, რომელიც საფუძველს იძლევა ოჯახი ხელმეორედ შევისწავლოთ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც არის ოჯახში და დავეხმაროთ. ეხლა მავს აქ პენსია. მე თელავში მასაჟებზე რო დამყავ, 100 ლარი მინდა გზის ფული. ჩება 80 ლარი, 20 ლარი მინდა დენისა და გაზის გადასახდელი და თვეში ვზივარ 60 ლარზე. და იმ 60 ლარით რაღაცნაირად ვარსებობ. რავი, როგორ გავდივარ თავს როგორ ვირჩენ და რანაირად ვირჩენ აზრი არა ხო. რა ვიცი. იმ დღეს იტირა შვილო, ნუტირი ხარ, რა გატირებს მეთქი და მამაო, დედა მინდაო. მე მითხრა, მამაო, აგე სურათიო მომიტანეო და სურათი მოუტანე, ჩაიხუტა და ისე დაიძინა ბავშვმა სურათთან. რავი, რაღაცნაირად გავდიო, ვარსებობ თუ რავი, როგორ ცხოვრობ, რანაირად მეც არ ვიცი აზრი არა. კიდე არიან ღვთისმიერები, რომ ზოგი ცოტა რაღაც გვეხმარებიან ცოტა, ხო არიან ასეთი სოფელში, რომ ცოტა რაღაც გვეხმარებიან ცოტა. ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ და ჩვენ ამას ვიზავთ. მე მარტო ეს მინდა რომ ის დახმარება ისევ ამიღდგინონ და ის 100 ლარი მეკუთვნის, მეტი არ მეკუთვნის, ორნი ყوارთ ოჯახში, რომ ის 100 ლარი მომცემეთ, რომ რაღაცნაირად გავიტანოთ თავი. არა, მესმის ამასლარს თუ ისინი არ აღიდგენენ, ჩვენ მოვაგვარებთ მაგ პრობლემას თქვენ. ვერა უმუშაო, ფაქტიურად აი მინდა მუშაობა, გავიდე, ვიმუშაო და ბავშვის მესმის, ბავშვის ჯამთვალ. გავიდე აი 5 წუთი და იტირებს მამა მინდაო. რავი, იმ დონემდე უყვარს ჩემი თავი. მესმის, მეტი არავინ ყავს. მე რო ვზდი და ისა ძალიან გიზდება ჩემი გული და უყვარს მამიკო. ტელევიზორში უყურებ მამიკოს. უღრმის მადლობა რომ ჩამოხვედით, უღრმის მადლობა თქვენი ისტორიისთვის. ძალიან დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა. შემდეგი სტუმარი მარტო ხელა მამა გახდა, იმიტომ რომ შვილი აგრესიებისგან დაეცვა. ამ ყველაფერს ჰქონდა თავის მიზეზი, თუმცა მამას ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა. თამაზ მსხილაძე მოგვიყვება ახლა თუ რატომ დაანგრია ოჯახი და როგორ ახერხებს დღეს შვილის მარტო გაზრდას. რა ახალგაზრდა ხარ? გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. თამაზ, მომიყევი შენი ამბავი. ჩემი ამბავი ცოტა რთულად დაიწყო, ხალბატონ ნონკამ. ოჯახში იყო არეულობა, ვერ შევთავსდით თავიდან. რამდენი შვილი გყავს? ერთი, რომელიც სტუდიაში. არ უნდა მოსვლა თუ? ჩამოდი. ტოიოტა გაცვიათ, კაცო? კი, ეს ამას არის თავისი ახსნა და მიზეზი. როცა ვიყავი ბათუმში 1 წლის განმავლობაში, იქ დამეხმარა სოციალურ ქსელში დავწერე, რომ გამიჭირდა რა ერთი პერიოდი. მომიყევით, როდის დაიწყო თქვენი პრობლემები? დაიწყო კონფლიქტი რამოდენიმე წლის წინ რა, ერთი სიტყვით. მე წავედი მე ბათუმში სამუშაოდ. რას ნიშნავს კონფლიქტი დაიწყო? რა ტიპის კონფლიქტი დაიწყო? ვერ შევეთავსეთ ერთმანეთს ერთი სიტყვით, ვიყავი დასიძებული სახლში. ჩასიძებული. იმერეთში ჩასიძებას ეძახიან. ჩასიძებული ვიყავი და ნუ რა ეთყობა იქიდანაც რომ ახან თბილისში ჩამოხვედი და შენ ასე და ასე. საიდან ჩამოხვედი? ხარაგაულიდან. ჩემებული ყოფილხარ. ხო და ეთყობა მაგანაც განაპირობა ეს ყველაფერი რომ დასიძებული ვიყავი თუ ჩასიძებული ვიყავი და მოხდა ისე რომ ზაფხულში ერთ ზაფხულს შარშანი იყო შარშანწინ წავედი ბათუმში სამუშაოდ. წავიყვანე ბავშვით, რომ თან ზაფხულში მეთქი ბავშვს დაისვენებს იქ, თან ვიმუშავებ. მოხდა ისე რომ იქ კარგად დავეწყო ერთი ეტაპი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ადიხარ მწვერვალზე, მე ისე ეშვები დაბლა და ესე რა. თელი ცხოვრება ხო ეგ არის, ადიხარ ეშვები. ეს კარგად აწყობს ხო სამსახური უცებ რაღაცნაირად გაუქმდა, დავრჩი ისე არა, ვაფშე აღარაფერი აღარ მქონდა, ბინაც აღარ მქონდა. და აღმოჩნდი ერთ-ერთ ოჯახში რამოდენიმე თვე არ გადამიხდია კი რა, არ გადამახთევინა შეგვინახა. ამ გაჭირობის პერიოდში თიკო აბაშიძე მოგდებნა სოციალურ ქსელში, როცა დავწერე რომ ზამთარი დგებოდა და მე ვითხოვდი მხოლოდ რომ ბავშვის დასაცმელს და არა საჭმელს და აიმას. აქცენტი მქონდა დასაცმელზე გამო. ძალიან საყვარელი ხარ პატარა. აღმოჩნდა ისე რომ დასაცმელი კი არა, ყველანაირად დაგვიდგენ გვერდში ტექნიკით, საოჯახო ტექნიკით, საკვებით და ყველანაირად. და ჩამოვედით იქედან, ანუ დედამისი არ ურეკავდა ბავშვს, არასოდეს ეხლაც ისე არის რომ არ ურეკავს, თუ დაურეკავს დღესაც რომ მოდივით მატარებლით, დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა ტელეფონზე. არ გასცა ხმა დედამისმა. ეხლა შეიძლება რომ ბავშვთან ეს ვისაუბროთ, თუ გავიყვანოთ.
მე მგონი ჯერ რომ ბავშვი გავუყანოთ სტუდიიდან. როგორც კი. მიდი. მე უფრო კომფორტულად ვიგზავნა თავს. შემდეგ ხო და ერთ სიტყვით არანაირ კონტაქტზე არ გამოდიოდა დედამის 1-2 ჯერ დაურეკა. ახალი წელი მიულოცა და მეზობელმა დამირეკა თბილისიდან. ჩამოიყვანე ბავშვიო და ანახეო დედასო და მე ვთხარ მე არ უშლი არავის, მაგრამ იქ პოლიცია ჩაერთო. ამ დროს უკვე ცოლქმარი იყავით თუ გაშარებული? არა, ცოლქმარი ვიყავით ჩაულებრივად, წელს გავშორდი ოფიციალურად მაისში. არა, არაოფიციალურად არეული გქონდა თუ კორტირთობა? გავიგე, ანუ უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდით. ცალ-ცალკე ცხოვრობდით, ანუ მე ბათუმში ვიყავი ბავშვთან ერთად, ის თბილისში იყო ბებია. და რატომ გადაწყვიტა რომ ბათუმში ბავშვი თქვენთან წამოვიდა? ეს რატო ეს გადაწყვეტილება ვინ მიიღო? ეს მე მივიღე, მე წავიყვანე, მაგრამ რადგან ავეწყო იქ და შევხედე რომ კარგად ვიყავი, იმის წამოყვანაც მინდოდა და მეუღლე იყო ცოტა ავადმყოფი, ფსიქიური ავადმყოფი. და დადიოდა გლდანში, წამლებს ხებულობდა უფასოდ. რახან ისე იყო, მეთქი წავიყვანი იქ და იქვე მივხედავ მეთქი ბათუმში, მაგრამ იქ მეუღლის ბებიამ უარი განაცხადა რა უნდა ჩემ შვილიშვილს ბათუმშიო. ხალხი გერმანიაში და სასწავლებლად და დიდი ამბავი ხომ ბათუმში წერეთი. და უკაცრავად რას ერჩით ბათუმს? არ ვიცი, უარი განაცხადა. ჩემი საყვარელი ქალაქია. ჩემი ცხოთაშორის. ერთ სიტყვით ეს ყველაფერი რო ჩამოვედით აქ, დაიტოვეს ბავშვი და შეიტანეს სარჩელი სასამართლოში. დიახ. მოითხოვეს 200 ლარი ალიმენტი, ამ დროს ვიყავ სოციალურად დაუცველი, დღემდეც ეგრე ვარ. სოციალურად დაუცველი სტატუსი მაქვს. და მოითხოვეს განქორწინება. 200 ლარის გადამხდელი ალიმენტის მე არ ვიყავ. და შევთანხმდით ისე რომ ბავშვს წავიყვანდი მე, გავზრდიდი, თვითონაც თქვენს უარი ბავშვზე, დედამ. მეცადეთ, უარი იმიტომ ხო არ თქვა რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდა ხელს? არ ვიცი, ვერ გეტყვით მაგას. არა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მე მქონია მენტალური პრობლემები. მე ვიცი რა არის პრობლემა, როცა ფსიქიკას უკავშირდება და ეს არის ძალიან რთული. ამ დროს შეიძლება იყო უფუნქციო, შეიძლება იყო უმოქმედო. კი, არ ვიცი, ახლა შეიძლება ეგეც იყო, იმიტომ რომ სოციალური სამსახურიც იყო აქ ჩართული, პოლიცია საგამოძიებო ბავშვი იყო, ძალადობა იყო ბავშვზე. დედის მხრიდან და ლურჯებები ქონდა მთელ სხეულზე. და რა ბავშვი რას ყვება, რა მოხდა? ბავშვი და ტელეფონშიდაც მაქვს ჩანაწერები, რომ მირეკავდა როგორ ვამეცადინებდი ბავშვს ტელეფონით თბილისში. მე ხარაგაულში ვიყავი, ბავშვი თბილისში იყო და ურეკავდი ტელეფონით ვამეცადინებდი ბავშვს. ეს მესმის, მაგრამ ძალადობაზე რა? ძალადობაზე რას ყვებოდა, რომ არ უნდოდა იქ რა, ვერ ხო, მაგრამ თვითდაზიანება ხო არ მიიყენა, რომ არ უნდოდა, რატო ქონდა ბავშვი? ცემს რომ მირტყავსო და თვითონ ვერ ხდებოდა ბავშვი რატო უწყობდა. აი რამის რო შეეკითხებოდა ელემენტარული მაგალითად. ხო, მესმის. მე ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ერთი მარტი მინდა გამო რომ აი რადგან თქვენ მე მითხარით რომ პრობლემები არის მენტალური პრობლემები იყო, ეს არის აი არაფერი არ ამართლებს შვილის ცემას, მაგრამ მენტალური პრობლემა ძალიან რთულია ხალხნო, ძალიან რთულია. როდესაც წამალზე ზიხარ და არაადეკვატური ხარ, ეს ძალიან რთულია. ბოლოს გადაწყვეტა რომ ბავშვი თქვენთან უნდა დარჩენილიყო. აქვს ახლა დედას შეხებუში ურთიერთობა შვილთან? არა, დღესაც ხო გეუბნები დილით მატარებლით მოვდივდით და ურეკა და არ გასცა პასუხი. მოიკითხეთ როგორ არის მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის? არ მიკითხია სიმართლე რო გითხრა რა, არანაირი ურთიერთობა მე თვითონ პირადად აღარ მაქვს და ბავშვი კი ვეუბნები რომ დარეკე მეთქი და მაინც დედაა და ვერ დავავიწყებ, რაც არ უნდა ცუდი იყოს დედა და ავადმყოფი იყოს, შვილს მაინც უყვარს დედა. ხო, მაგრამ აი ავადმყოფობა ხო არ ნიშნავს სიცუდეს. ხო და მაგას ვამბობ მეც რომ არ მინდა რომ კონტაქტი გავწყვეტო. ეს მენტალური პრობლემები სულ ქონდა? ეს შევამჩნიეთ ფეხმძიმების მერე. და რა ტიპის პრობლემები იყო? დედა ყავდა მაგას ეპილეფსიანი და ეპილეფსიით გარდაიცვალა. დაიწვა პლიტაზე, როგორც ამ მითხრეს მე გადმოცემით და იმის მერე ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი და დაილექა, ეთყობა იყო დალექილი. ტრამვა. კი. ძლიერმა ტრავმა გამარჯვება. და მე ფეხმძიმების მერე ეთყობა იჩინა ისე თავი იმან და იყო როცა რეცხავდა ჭურჭელს მაგალითად, იყო წყალზე ხელს რომ მივიშვა და ითიშებოდა, აი ადამიანი რომ დააპაუზო პულტით, ეგეთი რაღაც ემართებოდა. ძალიან მწუხვარ. აი ისე ვუთანაგრძნობ მას როგორც არავის ახლა. მე ყველაზე მეტად მას ვუთანაგრძნობ და მე ძალიან მესმის რას ნიშნავს, როცა ითიშები და ვერ იგებ რა ხდება იმ წუთას და ამიტომ ავიყვანე ექიმებში ვატარე მე და აღმოჩნდა რომ ეგ დიაგნოზი დაუსვა. რა დიაგნოზი? გონებრივი ჩამოჩენილობა და ნერვული აშლილობა რაღაცის ფონზე რა არის. თქვენ მე დარწმუნებული ვარ, მას თავისშვილი ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა. მას თავისშვილი ძალიან უნდა. უბრალოდ ჯანმრთელობით არ არის რა კარგად რა. დარწმუნებული ვარ მეც რომ უყვარს თავისშვილი, მაგრამ ну იმას ვერ აანალიზებს ალბათ რომ რა. მესმის რასაც აკეთებ ხო ვერ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები გვერდზე. როდესაც მენტალური პრობლემა გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები გვერდზე როგორ დაგიდგებიან. კი. არ გეყოთ ძალა და უნარი, რომ აი ძალა თქვენ თავში გეპოვათ რა.
ბერბერქენით ხო მაინც? ვერა. ყველანაირად ვიცოდი მაინც რომ არ დამინგრია ოჯახი, მაგრამ ну იქაც ისეთი პირობები შეიქმნა რომ გავხდი იძულებული დამინგრია ოჯახი და წავამეყონა ბავშვი ჩემთან. დედაც თქვენ ხართ და მამაც? კი. მარტივი ყოფილა დედობა? არა. ყველაზე მეტად რა გიჭირთ დედის ფუნქციებიდან? პრინციპი რა არის დედა მამის? დედის ფუნქციებიდან როგორც ასეთი მიჭირს ის რომ გოგოა და გოგოს აგაზრდა მიჭირს. მით უმეტეს 9 წლის არის ახლა და უფრო ასაკში რო შევა ის უფრო გამიჭირდება დანარჩენი რაც შეეხება კულინარიას, სარიცხს, დალაგებას, ეგ ნამდვილად არ მიჭირს. იყო და რა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იყო. იყო ერთი მეტის მეტად. მარტო ხელა მამა რომ იყო, ეგ ძალიან რთულია. მამისთვის, კაცისთვის მით უმეტეს შეთავსება იმისე რომ უნდა გაწიო დედობა, ეს ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. იმას ნუ იტყვის რომ აი მე შემიძლია და გავაკეთებ. რადგან ბევრი ისეთი რამე დამხვდა წინ, რასაც არ ველოდებოდი და დღესაც კიდე ვაკეთებ მაგას. მარტო ხელა მამა მარტო ის არ არის რომ შვილი გაზარდო და მეტი არაფერი. შვილი განა მარტო უნდა გაზარდო, უნდა აღზარდო. ყოველთვის მქონდა გეგმაში რომ ჩემი ბავშვი ირმა უნდა გაზრდილიყო ჩემთან ერთად. წაყვანა წამოყვანაზე ერთი წვამით არ დაბრკოლებული ვარ. მე და მამიკო კარგად ცხოვრობთ, მომიყვანა. მეხმარება სათმის გაკეთებაშიც, სარეცხშიც, ჭურჭლის დარეცხვაში. ხან ჭურჭელს რეცხავ ხოლმე. ვაწყავთ მეცადინეობ, ვხვეტავ, ლოგინს ვასწორებ. ამას იმიტომ ვაკეთებ, მამიკოს ვეხმარო. სხვას ვერ მეხმარება ვერაფერს. მაინც ბავშვია და არ ვაძალებ, რომ გააკეთოს. ზედმეტად არ მინდა რომ დავტვირთო. მე არ მიჭირს არაფრის გაკეთება. სირთულეები, რაც მეგონა რომ ექნებოდა, ფიქრობდი მაინც სოფელია, გამიჭირდებოდა მოვლა, მიხედვა. ჩემ ყველაზე დიდი სურვილი. ის რომ კარგად ვიყოთ მე და მამა. მე გისურვებთ რომ თქვენს გოგოსთან ერთად იყოთ ბედნიერი და მე ვისურვებდი რომ თქვენს მეუღლეს ეპოვოს, ყოფილ მეუღლეს ეპოვოს მამაკაცი, რომელიც შეძლებს მისი მდგომარეობიდან გამოყვანას. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად. ჩვენს ქვეყანას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, ეს გვესმის ყველგან და ყველასგან. ეს მივიღეთ მოცემულობად და მთელი წელი ველით და ვითვლით უცხოელ ტურისტებს, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება ამბობს, რომ ტურიზმის განვითარება ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებით იწყება. ანუ მარტივად რომ ვთქვა, თუ შენი ქვეყანა არ გაქვს ნანახი და მოვლილი, მის სანახავად უცხოელი არ ჩამოვა, ან თუ ჩამოვა ძალიან ცოტა. არ ვიცი ჩვენ ვართ უკუღმართები თუ ამ კუთხეებში ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მივეჩვევთ თავისუფალ დროს საზღვარგარეთ წასვლას, მაგრამ ტურიზმი მარტო უცხო ქვეყნის დათვალიერება არ არის მოკლედ, მაგრამ ახლა როცა ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ კუთხეში გზებიც გაკეთდა და კომფორტული სასტუმროებიც გაჩნდა, სადაც სიამოვნებით გაატარებს კაცი რამდენიმე დღეს, უკვე სირცხვილია უცხო ქალაქში ჩასულმა უცხოელს მაგალითად სვანეთზე Google-ით ამოკითხული ამბავი მოუყვე, სირცხვილზე გამახსენდა, ამასთან პარიზში ვიყავი და ისე მოხდა რომ საღამო ებრაელებთან ერთად გავატარეთ, მეგობრებთან ერთად და პარიზთან დაკავშირებით რაღაცა ერთმანეთს შთაბეჭდილებას უზიარებთ, მე ვგიჟდები ამ ქალაქს და უყვებოდი ჩემს აღდგენებას ფრანგულ შოვს ვსწავლობდა. ეთყობა ისეთი აჟიტირებული ვიყავი და პარიზის ქებადიდებაში ისე გადავიჭერი, რომ ერთ-ერთმა თანამასაუბრემ მითხრა, რომ ძალიან ლამაზიაო, დიდებულიო პარიზიო, მაგრამ ისეთი აღფრთოვანებული ჩამოვედიო საქართველოდან, რომ გამეხარდა, გავგიჟდი მეთქი რა ნახა საქართველოში და რომ დაიწყეს ჩამოთვლა შავი ხევსურეთი, სვანეთი და მოგეთ ჩერცხანეს მხოლოდ იმან გადამარჩინა რომ ცოტა ხნის წინ მოვიარე ხევსურეთი კიდევ კარგი სვანეთში რამდენჯერმე ვარ ნაყოფი და ნუ შავზე რო ლაპარაკი დაიწყო იქ მე ძალიან სამართლიანად გავჩუნდი. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის ადამიანებისგან რომ ეს ქალაქი ამძიმებთ თბილისი დედაქალაქი. ნუ ალბათ ასეა ყველგან, ყველა დიდ ქალაქში, როცა მილიონი საქმე გაქვს, ვალდებულებები, პრობლემები, რუტინა, ერთადერთი გამოსავალი ამ ქალაქიდან გასვლაა. ასე იქცა ყოველი შაბათი კვირა ამ ქალაქიდან გაქცევის დღეება. და საკმარისია გავცდე აქაურობას, უკვე გრძნობ რომ კარგად ვარ. მოკლედ რატომ მოგიყევით ამდენი? იმიტომ რომ თუ გაქვს 2-3 საათი, თავისუფალი დრო, თავისუფალი დღე, ჩაალაგე პატარა ჩემოდანი
და სადმე საზღვარს იქეთ კი არა ყავის დასალევად, აქვე წადი ჩვენთან რომელიმე ქალაქში. ჩვენთანაც შეიძლება კარგი ყავის დალევა, დასვენება და მაღალი კლასის მომსახურების მიღებაც. ამაში ოდნავ მაინც რომ დაგარწმუნოთ, მინდა დღევანდელ გადაცემაში ჩემი სტუმრები ვამოგზაურო საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. ამ ქალაქთან დაკავშირებით მე სუბიექტური ვარ, ამიტომ ყველაზე საერთავი შემიძლია გამოვიყენო. წყალტუბო არის ყველაზე მწვანე ქალაქი ამ ქვეყანაში, სადაც სულ რაღაც 3 საათში ჩადიხარ და ხვდები ცოტა დაძველებულ საოცარ ადგილას, სადაც ჩემთვის ყველა ჩასვლაზე, ყველა ძვირფასი მოგონებები ცოცხლდება. თან ეს არის კურორტი, რომელიც 4 სეზონიანია. გამოარჩევს მას ყველა დანარჩენი ადგილისგან, ზუსტად ეს საფხულში ცხელა უნდა წახვიდე წყალტუბოში. შემოდგომაზე ფოთლების გაყვითლება გინდა ნახო, უნდა ჩახვიდე წყალტუბოში. დათოვლილი ლამაზი ქუჩები გინდა ნახო და ტყე უნდა ჩახვიდე წყალტუბოში. გაზაფხული ყველგან ლამაზია, მოკლედ. წამოდით და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად იქ, სადაც ჩავიყვანე ადამიანები, რომლებმაც ეს ქალაქი პირველად ნახეს. მარია, ძალიან სიმწვანეა, ძალიან კარგი. საერთოდ შემოდგომა ყველაფერს უხდება და რაღაცნაირად ძალიან კაია. მართლა ცენტრალ პარკი. მართლა ცენტრალ პარკი ვიტი არა, გოგო, ცენტრალ პარკი. რაღაც გავს ნიუ-იორკს და გეცახარითი პარკებით, იმიტომ რომ ზუსტად ის არის როგორც ნიუ-იორკში, ამ ქალაქში შფელში და მოცულობაზე არის პარკი და ამ პარკის ირგვლივ არის ქალაქი. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ყველაზე მწვანე ქალაქი ხასვისო. ქალაქი ამ ქვეყანაში, ჩემი აზრით ეს არის 64 საქართველოში. ძველი ქალაქია წყალტუბო, სადაც აბაზანებისთვის დადიოდნენ საბჭოთა კავშირში, ამიტომ იყო ძალიან პოპულარული კურორტი, სადაც აი დღეს რა ტურისტებზე საუბრობენ, მე მეცინება, იმიტომ რომ მე მთელი ბავშვობა გავიზარდე, სადაც მართლა ტურისტებში გავიზარდე, აქ იყო, არ ვიცი მახსოვს. რა ხდებოდა ისე შემა? სამბოლო აი რაღაცა ესე ბარს მოდნენ და დედას ვიწარი. ისეთი სიგიჟეები მახსოვს აქედან, რომ ვერ წარმოგიდგენიათ და შენ მაგარი განვითარებული ბავშვობა ქონდა ესე. ხო და თან კიდე აქ იქიმები ცხოვრობდნენ, ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდნენ ამ სანატორიუმს და რაღაცა უდარდელი ბავშვობა. კარგი ანაზღაურებადი ხალხი იყო. ან ექიმები იყვნენ, ან პერსონალისტვის შეიქმნა, ანუ ჯერ აშენდა კურორტი და მე დასახლება შეიქმნა, იმიტომ რომ პერსონალს ეცხოვრა და შესაბამისად რაღაცა აი ზუსტად კურორტია კლასიკური გადაწყობა. გადაგვიღე. წყალტუბო 2018 წელი. არის? მადლობა. გაიხარე და გაგამზადე. აქაც წყლებია, ხო? გამარჯობა. ანუ აქაც სიყვარულის წყლები თუ სამკურნალო წყლი? სიყვარულის წყლები, აქ საერთოდ სიყვარულის წყალზე დგას ეს ქალაქი. აქ რისი აბაზანებია? ჩაოლებრივი. სამკურნალო აბაზანები. ესე გაქ რო დაიკარგოთ სამკურნალო აბაზანებში მოხვდებით ავტომატურად. ანუ სიყვარულის წყალზე რო დგას ეს ქალაქი, ეს სხვა ამბავია. და აქ დაბადებულებს რომ სხვანაირად უყვართ, ეგეც სხვა ამბავია. გამარჯობა. სხვაგან ცუდია მიდი რომ აქ მაინც მზია. სხვაგან ზამთარი რო აქ გაზაფხულია, მაგას. საოცარი ადგილია მართლა, აი. არ მოუდგენელი ადგილია. გამარჯობა. გამარჯობა. და შეიძლება ფოტო. ასეთი კარგი ხალხი, ძალიან გაგვიხარდა. მოდი, შევსტუმრებთ ერთად გადავიდეთ. მოდი, მე გადავიდეთ. აგეძანეო. გამარჯობა. ნუ კი რამდენი მოიმატე ოსურობაში? 22 კილო. მთელი ცხოვრება ვებდი წონას. აი ხან ვიმატებ, ხან ვიკლებ, ხან ვიმატებ, ხან ვიკლებ. მაღალი რო არ ეთქობა, იმდენად ძალიან არ მეტყობა და ეს 22 კილო დამეთქვა ეგრევე. და საერთოდ ვერ ვიყავი. აი დიეტასაც ვერ ვახერხებდი, ისეც როგორც შემიძლია რო აი ხვდები აწონაში გავლებინებს. და მივხვდი რომ აი რომც დავიცვა რაიმე დიეტა არაფერი არ გამოგიქცია, იმიტომ რომ ბუნებრივია. ხო და ვერ იზამ, მაგრამ იცი რა არის, მე ვნახე შენი ინსტაგრამი, სადაც აი შენი ფოტო დადე, როდესაც უკან იყარ, ეს იყო პროტესტი შენი მხრიდან. ეს არ იყო პროტესტი, ეს იცი რა იყო? მთელი ცხოვრება ვდებ ინსტაგრამზე ფოტოებს, სადაც ვარ ლამაზი. აი როგორ ვდგები, აი ეს სინამდვილე ეს ინსტაგრამი, აი მიახურეთ ეგეთ ფოტოები მაქვს, ვთქვი რომ ლამაზი ვიყო და როდესაც გავიღვიძე ჩვენი ერთ-ერთ აპდეიტი და ჩავიხედე სარკეში და მივხვდი რომ ისეთი კი არა, იმაზე 100-ჯერ უარესი ვარ, წარმოვიდგინე როგორ ალბათ ვერ მიტანენ ის გოგონები, რომლებიც არიან ახლა დედები და უყურებენ ამ გადაპრანჭულ ფოტოებს და მივხვდი რომ
სოლიდარობის მიზნით უნდა მეთქენებინა, რომ მე ვარ აი ხალხი ისე ცუდად გამოვიყურებ, მეტი რა შეიძლება და არ დაიჯერებს ბიძგენი თავისუფლად. მე სპეციალურად შეგჩენე პროგრამა, რომელიც ახდენებს და შესაბამისად შენი სახით ძალიან ბევრი ადამიანს მიცემთ რჩევას თუ უნდა გასახდომი პროცედურები რატო უნდა ჩამოვიდნენ წყალტუბოში და რაც შეეხება ლევანისთვის შევარჩიეთ სპეციალურად სახსრებისთვის პროცედურები, იმიტომ რომ ბიზნესმენია და გადაღლილია. გასახდომია და ეხლა უნდა მითხრა, ოღონდ რამდენს ვიკლებ როგორ, ხო იცი როგორ იცი ახლა. დავიკლებ 10 კვირაში 10 კილო რაღაცა 200. არა, 1 საათში 10 კილოს. 1 საათში 10 კილოს. ესე იგი ამ პროგრამასთან დაკავშირებით ჩვენი ექიმი აუცილებლად გაივლი შენთან კონსულტაციას. შენ გაივლი მასთან კონსულტაციებს და ის დაგაკვალიანებს. მე ორი სიტყვით ვეთქვით იმას, რომ ჩვენი კურორტი, პირველი ფაქტები ჩვენი კურორტის შესახებ მე-12-13 საუკუნით თარიღდება და ძალიან უცნაურია, რომ მე-18 საუკუნეში პირველი გამომცემელი იყო ბერლინის გამომცემლობა და წერდა ჩვენ შესახებ. და იმ პერიოდში, ანუ მე-18-19 საუკუნის ბერლინში წყალტუბო უფრო ტრენდული იყო, ვიდრე დღეს ჩვენთან არის ბერლინი ტრენდული. მე მჯერა მახლა. საოცარი ჩად იყო ტურიზმი აქ პაოდა თქო. შენ აქედან. მე აქედან ვარ. და ხობდონები წერო დობერდები ჩავალთქო და ეგ არის რა. ესე იგი ჩვენთან წესია, რომ ნებისმიერი დამსვენებელი მის პირველად მოდის ჩვენთან, აუცილებლად უნდა წავიდეს პირველ რიგში ექიმთან. გაიაროს მასთან კონსულტაცია, მას რა სჭირდება, გამოჯანსაღებელი პროცედურა სჭირდება, თუ სჭირდება სპეციფიური რაღაც პროგრამა, როგორც ნუკის შემთხვევაში, ამიტომ წავიდეთ ახლა ექიმთან. წავედით. გამარჯობა, ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ მობრძანდით ჩვენთან. მე მითხრეს, რომ სუქანივე შეხვალ, გამხდარი გამხვალ. ხარია? მე მითხრეს დაღლივე შეხვალ, გასეცხლებული გამხვალ და ახლიან დაბადებული. კი, ნამდვილად არის ესეთი სასწავლებები ჩვენთან ხდება ნამდვილად. ასე რომ წავიდეთ ალბათ პროცედურაზე. თქვენ თავარეთ მარამედეს ну ты не орешь შენთან რა ხდება, მაგრამ შენთან ზედმეტად სასიამოვნო პროცედურა დაგება. წლის ჰიდრომასაჟი, ხო? რა ხდება შენთან? თეთრი ხალათი წითელ ხალიჩაზე ჯერ არ მიგია. ეგ როგორც გავარკვიეთ, რომ ჩქეფარე წყლის აბაზანიდან გადავდივართ წყნარი და მშვიდი წყლის პროცედურაზე. მინერალური არის თბილი არის. ეს არის ბუნებრივი წყალი, ხო? ბუნებრივი წყალი, რომელიც თბილიდან გამოდის მიისიდან და რამდენი წუთი ჩერდება? 20 წუთი ჩერდებით ამაზე. და საოცრებისება ძალიან შვიდით დაგმოვეს და სტრესი. ნახოთ როგორ შედეგი რა იქნება ეს მეტი. ეხლა გავიგეთ პრესოთერაპია, ის არის ესე იგი ლიმფოდრენაჟს იწვევს, აკეთებს, სისხლის მომცემას აუმჯობესებს, ამ კეცონაშიც ცოტა დაგვლევინებთ, რა თქმა უნდა. მოკლედ, როგორც ხვდები, ვიჭყლიტები სხვადასხვა ადგილებში, ახლა უგრძნობ პირდაპირ როგორ იპრესება სხვადასხვა ნაწილის, სხეულის განსაკუთრებით აი აქ მესია მომენტ რომ მან ყველაზე მეტი ჭარბი წონა. ხო გქონიათ რაღაც მასაჟის სკამები რო არის, აი მიახლოებით ეგ არის ოღონდ უფრო სასიამოვნო. აუ რა კაცია ფეხებია. მოკლედ შემიძლია დავისვენ, რა კარგია, ეს არც ვარჯიშობ, არც არც არ აკეთებ, გემრიელს ჭამ, გემრიელს ხო, მე აქ მოდიხარ და ხტები თავის. ლევან, შენ რას აკეთებ? ну კი, ესე იგი მე შევდივარ რიგით მესამე პროცედურაზე. რას თავარია, შედეგს უკვე გრძნობ, რაღა დაგიმალოთ. ну კიდე ძვირფასო მაყურებელო. მე დარწმუნებული ვარ შენთან ძალიან საინტერესო თვლის პროცედურები. წყალტუბოს სპორტბოი არჩივა. როგორც გავარკვიეთ, ხერხემისთვის სასარგებლო პროცედურები ტარდება ამ კაბინეტში, ხო? ასა დაგარკვიშვი. ეს მინერალები შედის ორგანიზმში. 20 წუთი წელს და ის რა რეაქტივია. მინერალები ყველაფერი შედის ორგანიზმში. ესე იგი ხჩევდივართ, ну კი მე და ვიკეთებთ ანტიცელულიტურ მასაჟს. და რამდენი ანტიცელულიტური მასაჟი? ჩვენი პროგრამა ესეთია. ცელულიტს მეთოვებ? წყალტუბოში. აი ზუსტად ეს მჭირდებოდა.
დააღლილის ხეურისა ამბის სუნთქე. მადლობა ნანუკა. ერია საბაზანაში სტუმრად. ეს არის პელოიდოთერაპია, ტალახით მკურნალობა. სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კანის ელასტიურობას აუმჯობესებს. ნუ კი უკვე აფჭყიავდა. ენერგიაზე ვარ მოსული, რაღაცა სასწაული. მითხარ რა მოხდა? ეს მიდრესენ პროცედურას იკეთებდა, მე ცოტა რომ იცოდეთ, გავიქეცი, ის ყველა ვნახე, ჩემი ბავშვების მეგობრები ვნახე და მოვიარე, ჩემი წყალტუბო და ეხლა მომიყვებიან რა ხდება. იცი, მე გავიკეთე რამდენიმე პროცედურა, რომელიც იყო ანტიცელულიტური და წონის დასაკლები, მაგრამ ამასთან ერთად გავიკეთე ასე სარელაქსაციო მასაჟი. და რელაქსი კი არა, უბრალოდ ენერგიის მოზღვავება მაქვს და მოკეთ აკედან ყველანი მიდივართ ჩემთან. მე მგონია რომ ესეთი პროცედურების დროს ზუსტად ესე ქალაქში ჩამოვიდეს, რომ ეხლა გახვალ ნახე სიმშვიდეს სიწყნარი არაფერი არის, მის არც ხმაური არაფერი არ არის. და ოლივერ გადიოდა პარკში, რაც მხარი გეძინა და ისვენა და დღეს მე მგონი ჩვენ ორივე ძალიან სწორად დავიცით. გარდა არ გძინები ერთად. ხო, ნუ კი ამოვიდა, დღეს რა კარგია, ჩემი შვილი ამდენი ჟანგბადის გამო დღეს კარგად დაიძინებს და ეს არის ლევანი. გავიგე რომ ავიგე რომ მაგრად აპროტესტი. არა, ხო იცი, ხო, სიახლე ყოველთვის პროტესტთან არის ძირითადად დაკავშირებული. მოდი დავამონტაჟოთ, შენ წაისწრო, მე ჩემი თავი გამოვიდა. დაშენე. ანუ გავიკეთით სხვადასხვა პროცედურები წყლისგან და მათ შორის ეს ტალახის მასაჟიც, როგორ გასაქვია და პირველ რიგში, ანუ საოცრად დიდ ენერგიაზე მოყავ და ძალიან დადებით განწყობაზე და ყველაზე მთავარი ჩემთვის რა არის, რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოში. ანუ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას რა. აი, შაბათ-კვირას ჩამოხვალთ თუ არა? ჩამოვალ კი არა, მთელ ნიუ-იორკ ჩამოვიყვან, აკვან ჩემი ქმარი მის მეგობრო ყველა ხო უყურებს ახლა ინსტაგრამში გადაცემასაც მე ნახავენ აუცილებლად და უკვე მწერ ჩემი ქმარი, აი ის შეიძლება რომ წამოვიყვანა. და აი ის რო დადის ბადენ-ბადენში, თუ საერთოდ რატომ მიდის იქ, როცა აქ შეიძლება აქ ველაპარაკი ვიღაცებს და მითხრეს რომ ის რაც ბადენ-ბადენში არის, აქ 100-ჯერ უკეთესია. ეს არის ცოცხალი, ეს ქალაქი არის ცოცხალი მუზეუმი რა და აი ზუსტად თემა ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არის შემორჩენილი, რაზეც შეგვიძლია ლეგენდები აიწყოს, რეალური ლეგენდები, ოღონდ რომ ბერიას აბაზანა მოვინახულეთ, სტალინის აბაზანა, რომელიც ძალიან მალე აღდგებაოდა რაღაცა. ცუც არ გაიგეთებთ. ავტომატ უნიკალურობა არის მისი წყლები. რაც ამ ქალაქს გააჩნია, ისთვისაც ამით თავის დროზე მიახტა სულშიო თუ როგორ არის სტალინს. მაგრამ თან ახლა სტალინზე როგორ არ ვისაუბრო, კარგასი. სტალინი ყავს ჩამოყვანილი. სტალინი ყავს ჩამოყვანილი, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ სტალინი თავის პირად კურორტად შუდადღეს არ შეირჩევდა. რა თქმა უნდა. და თავის დროზე ესე ერქვა სტალინის კურორტი ერქვა, შესაბამისად აქ თქვენ ახლა დაბანოებთ და გეტყვა რომ სტალინის დაბანო, სტალინის ოთახი ძალიან აი ეს ნაკვალევი შემორჩენილია სახაურობას, ისევე როგორც მთელი სიძოლე. ფაქტია რომ კარგია ხაურობა, თუმცა მე 100.000-ჯერ კი არ და იმიტომ კი არა რომ მე გავჩნდი და გავიზარდე და ჩემი საუკეთესო წლები ამ ქალაქში გავატარე, მაგიტო არა ხალხთა მართლა 64 ამ ქვეყანაში და თუ არ ყოფილხარ ჯერ წყალტუბოში, დამიჯერეთ რომ ყველაფერი წინ გელოდებათ და თბილისიდან 2 საათნახევარში აღმოჩნდებით ყველაზე მწვანე ქალაქში ქვეყნის მასშტაბით და ამიტომ ვიცოდეთ რომ წყალტუბო გელოდება და თუ არ ყოფილხარ ახლა თუნდაც ბათუმის გზიდან წეგან გავიმეორებ, გადმოუხვიოთ 15 წუთი უნდა წყალტუბომდე. მე სულზად ვარ რომ ამ ქალაქში ჩამოვიდე. ახლა მინდა მოგიყვეთ ავტომობილზე, რომელმაც რეკორდი მოხსნა. თელს მსოფლიოში Toyota Prius-ი, რომელიც მე მგონი საქართველოში ძალიან პოპულარულია და ის მთელს დედამიწაზე უკვე 12 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ფორმები აქვს, კომპაქტურია, პარკინგის განუსახერხებელი და თანამედროვე კომფორტული დიზაინი. რა წავიკითხე? რა იყო ეს? არა, პირველ რიგში მითხრობ, Toyota. ხახნო, მე რომ შია თვალებში მებლარება. კარგად მიდიხარ, просто უნდა გააგრძელო, ხარ? თავიდან დუბლი ნამარი არის. მედიკო ეს არ ამოჭრა. არც ეს ეხარავ თქვი. ყველაფერი გაუშვი. ახლა მინდა მოგიყვეთ ავტომობილზე, რომელმაც რეკორდი მოხსნა მთელს მსოფლიოში. Toyota Prius-ი არის ეს ავტომობილი, რომელიც მე მგონი საქართველოში ძალიან პოპულარულია და ის მთელს დედამიწაზე უკვე
12 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. წარმოიდგინეთ 12 მილიონი რო იყოთ, რას ვიზავდით? არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ფორმები აქვს, კომპაქტურია. პარკინგისთვის მოსახერხებელი თანამედროვე და კომფორტული დიზაინი აქვს. არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ Toyota Prius-ი არის ჰიბრიდული მანქანა, ანუ ელექტრომობილიც და მისი მართვისას ატმოსფეროში უფრო ნაკლები CO2 ანუ მომწამლელი აირი ხვდება. ალბათ სწორედ ამიტომ ეს ავტომობილი უკვე 20 წელია ყველაზე გაყიდვადი ჰიბრიდული ავტომობილია. მე უნდა თქვა ტრადიციული მადლობები, მადლობა არის ძალიან მაგარი სიტყვა, ხო იცით? მადლობა მიყვარხარ და ბოდიში სამი ოქროს სიტყვა, რომელიც ძალიან ხშირად უნდა თქვათ. ჩემი აზრით და დღევანდელი მადლობა უნდა უთხრა ლუტეციას, მე მიყვარს ეს კუთხე, უნდა უთხრა Toyota-ს და რა თქმა უნდა, ჩემი მადლობა კულას, ჩემს საყვარელ პარტნიორს, ჩემს ერთგულ მეგობარს.
თქვი.